გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო და ბეგი, აბა როგორ ხართ? ისე რა მეგი მასწავლებელო. კარგი რა ბეგი რა, კარგი რა. არავით არის კარგი რა ბეგი რა. ბეგი, რა მოგივიდა? არაფერი მეგი მასწავლებელო. უბრალოდ აი ბეგოზე ვარ ცოტა ნაწყენი. ბეგოზე? დიახ. რატომ რა მოხდა ბეგი? რატომ და გუშინ იმდენი რაღაც მქონდა ერთად დაგეგმილი. ჯერ რამდენიმე ხე უნდა დაგვერგო, მერე ბავშვებთან ერთად ეზოში გვეთამაშა და აი ამ პატივცემულმა ბეჰემოთმა ვერ მოიცალა. და იცით რატომ? რატომ? თვითონ თქვას. უთხარი? არ მათქმევინო რა ბეგი რა, არ მათქმევინო რა. უთხარი მეგი მასწავლებელს რატომ ვერ მოიცალე? მოდი მითხარი ბეგო. მეგი მასწავლებელო, ინტერნეტში ერთი ძალიან აი მაგარი თამაში ნახე და ამიტომ. გასაგები. ისიც უთხარი მეგი მასწავლებელს რამდენ ხანს თამაშობდი? კარგი რა ბეგი, აი ეს არ მათქმევინო რა, გეხვეწები რა, უთხარი. თქვი ბეგო, თქვი. მთელი დღე მეგი მასწავლებელო, აი მთელი დღე ვითამაშე, აი მთელი დღე. არა, მარტო იმისთვის, აი რა მიყვარს ძალიან ხო, ჭამისთვის ვიცლიდი, ჭამისთვის. გასაგები. ბეგო. მეგი მასწავლებელო, აი გულახდილად გეტყვით რა, მე თვითონ ძალიან სუთხასიათზე ვარ, იმიტომ რომ გუშინ არაჩვეულებრივი ლამაზი დღე იყო, მე კიდე აი კომპიუტერზე თამაშობდი და თვალებიც მტკივა მთელი დღე რომ ვითამაშე და აი ახლა ისე განვიცდი ბავშვები მელოდებოდნენ, მე კიდე არ ჩავედი ეზოში, აი ამ კომპიუტერის გამო რა, თამაშების გამო. მესმის ბეგო. იცი რა, მეგობრებთან ურთიერთობას ვერაფერი შეგიცვლის. დიახ. შენ მეგობრებთან ერთად გაცილებით კარგ დროს გაატარებდი. თანაც ხომ იცი, კომპიუტერთან ხანგრძლივი ურთიერთობა საზიანოა. მეგი მასწავლებელო, თქვენ გინდა თქვათ რომ კომპიუტერზე, პლანშეტზე თუ ტელეფონზე თამაში საერთოდ არ შეიძლება? არა, რატომ ბეგო? რა თქმა უნდა შეიძლება. თავარია შენი დრო აკონტროლო. გასაგებია. გამახსენდა მეგი მასწავლებელო, თქვენ ადრეც მითხარით ერთი არაჩვეულებრივი სიტყვა არის ზომიერება. ზომიერება. კარგით. მართალი ხარ. მოდით, მე ასეთ რაღაცას გავაკეთებ ახლა რა. ბეგი მოგისმინე, აი პირობას გაძლევს შენ აი პერსონაჟი ბეჰემოთი ბეგო რომ ამიერიდან ასეთი რაღაც აღარ განმეორდება, აი საერთოდ აღარ, აი გამორიცხულია რომ ვნახოთ ბეგო. მეგი მასწავლებელო, დაინახეთ? რა? როგორ გალამაზდა ბეგი უცებ? ვინ? შენ! მე? ეთქო აღარ ხარ ისეთი გაპრაზებული ხო ბეგი ჩემს? ბეგო, არ გიშველის ეს ტყუილები. არა, რა ტყუილები? მაინც ბრაზდები შენზე. ბეგი, ერთი წამი შემომხედე. მეგი მასწავლებელო, გაბწყინდა ბეგის სახე, ნახეთ, ეთქობა საერთოდ აღარ მიბრაზდება. ბეგო, მომაცილებ ახლა, მაინც გიბრაზდები. რას ქვია მიბრაზდები, სახე სულ სხვა რაღაცას მეუბნება, რომ ჩვენი ულამაზესი ბეგი აღარ არის გაბრაზებული, იმიტომ არ ასეთ ლამაზია. კარგი, ბეგო, ხო, აღარ გიბრაზდები, მორჩა, აღარ გიბრაზდები. რა კარგია. ბეგო და ბეგი. იცი რას ვფიქრობ? მე მგონი თქვენ დღეს გამოცანა ლექსიც აღარ დაგჭირდებათ. რატომ მეგი მასწავლებელო? და საინტერესოა რატომ? იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ ეზო. ბეგო, შეხედე პლანშეტს, სურათი გამოჩნდა, ნახე რა ლამაზია. ამ ლამაზ ნახაზეთ ამ ბავშვებთან ერთად მეც უნდა ყოფილიყავ, თამაშობდი მთელი დღე, აი მე ეს როგორ შეიძლება ასეთი რაღაც? ბეგო, შეხედე სურათის დაბლა წარწერაც გამოჩნდა, ნახე და პირველი ასოც განსხვავებულად წერია. ზო. ოჩახ ბეგი, მართალია. იმიტომ რომ დღეს უნდა ვისწავლოთ ახალი ასობგერა ასობგერა როგორც იქნა მომვესწარი,
ხმოვანი. აუ მე გასაგო, გამახსენდა, გეყო წინა გადაცემაში მე შემპირდით რომ აი ხმოვანს ვისწავლიდით, აუ რა მაგარია ნახეთ. ბეგო რა საყვარელი ხარ? ნახეთ, აი საერთოდ არ შემეკრა სული, ნახეთ. აუ მე გიმასწავლებელო, ბეგოს ხმავნები მართლა განსაკუთრებულად უყვართ. ნამდვილად ასეა. მე გიმასწავლებელო, აი ბეგი. აი როგორ შეიძლება ხმოვნები არ გიყვარდეს შერეგერთი, აი წარმოვიდგინეთ ქართული ამბანის 33-დან სულ 5 ხმოვანია. უკვე 4 გვეცოდინება და თან ნახეთ რა ჟღერადობა აქვს საოცარი. და ბოლოს დამშვიდი ბეგო. მოდი ახლა გავიხსენოთ სიტყვები, სადაც გვაქვს ასობგერა ე. შეიძლება დავიწყო. რა საკვირველია გისმენთ? ახლავე დავიწყებ. ტელეფონი, ყოჩა და კენწერო. შვენიერია. მე გასმერთ თვით ბეგი კენწერო ეს ის არ ხო აფრიკელი წეროები რომ არიან ხო კენი. აბა რა არის კენწერო? არა. კენწერო არის ხის ყველაზე მაღალი ადგილი. ანუ მისი წვერო. ყოჩა ბეგი. რა სიტყვა მოუფიქრებია ყოჩა ბეგი. მე გასაგებო მე ერთი სიტყვა გამახსენდა. აბა რომელი? აი მე კენწერო რო კითხე ისევ დამოვიწყდა და იცით უნდა გავიხსენო. აუ ბეგი ხო იცი შენ მეხმარები ხოლმე მე ეს რაღაცებში. აი რამდენიმე დღის წინ ვიყავით ერთ დიდ უზარმაზარ მაღაზიაში და იქ იყო კიბეები იყო ჩადიოდა თავისი და მე რომ დავიწყე თამაში აუ რა მაგარი ავდიოდი ჩავდიოდი და ვიღაცა დაცვა იყო ცოტა ისე წვერებიანი ფიცა და დამიყვირა ბიჭი ჩამოდი აბა ახლავე ჩამოდი ვერ გარჩია ბიჭი და ვეհებოდი ერთმანეთთან მე გახსოვს რა ერქვა მაგ კიბეს არა დაცვას რა ერქვა მახსოვს მაგრამ აი ის კიბეების სახელი არ მახსოვს ესკალატორი შესანიშნავია ბეგო ყოჩა მე გიმასწავლებელო მე გამახსენდა კიდევ ორი სიტყვა აბა გისმენთ ენძელა და პეპელა ძალიან კარგი ბეგი ერთი წუთით მე ეხა ელემენტარული სიტყვა მაგრამ ძალიან საჭირო აი მარტივი ანუ ელემენტარული ახლავე აი პუნქტებში კიდევ რაღაცებში საათებში რაღაცებში რომ დევს ხოლმე აი პატარა ზოგი დიდი ელემენტი სიტყვა გავიცენე რა სიტყვა მაგარი აუ ერთსაც რა ბეგი მასწავლებელო აუ რა სიტყვა გავიხსენე მაგრამ აი ამ ბეგიმ არ დამცინოს თავი არა ბეგო მე რატომ უნდა დაგცინო ახლავე გისმენთ შვენიერია ბეგო ყოჩა რა გემრიელი სიტყვა გაიხსენა აუ გამოხვიზდი აუ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან რა აი როცა ასე ვაკეთებ აი ეს უყურეთ ესე იგი მე თავფრინავ ტკბილ ღრუბლებში ეკლერებთან და სხვა ნამცხვერებთან ერთად და გამომაგვიწეთ ხოლმე გამომახვიწყეთ იმიტომ რომ არ შეიძლება მე წავალ გავფრინდები შორს და ვიგაგზელებს მე გადაცემას კარგი არა ბეგო ნამდვილად გამოგაფხიზლებთ იმიტომ რომ მინდა ერთი თამაში შემოგთავაზოთ ბეგი თამაში მაგარია კარგია მოკლედ ჩვენ გვაქვს ქართული ანბანის 6 ასობგერა მასწავლი და დღეს მას კიდევ ერთი ახალი ასო ე დაემატა აუ რა მაგარია გაიგებეგო ჩვენ უკვე 7 ახალი ასობგერა ვიცით დაიცოდე ერთი წავით ესე იგი ჩვენ გვყავს მე გიმასწავლებელი და 7 ასობგერა როგორც აი ფიფქია და 7 შუჯა ბეგო მინდა
დღეს თქვენ მითხრათ სიტყვები, სადაც მხოლოდ ეს 7 ასო იქნება გამოყენებული. აბა, შეიძლება დავიწყო. რა საკვირველია გისმენთ? ერთი წუთით, მე გიმასწავლებელს, ბეგი დაავიწყდა თამაშის თავარი პირობა. რა პირობა? ვინც პირველი ამბობს სიტყვებს, იმან შედარებით რთული სიტყვები უნდა არჩიოს. აი, ეხლა მეტი დაიწყე, არ შეხედო მე გიმასწავლებელს, აბა დაიწყე. კარგი ვიწყებ. დაიწყე. ხე, კარგია და ია. ძალიან კარგია. რალი, კარგი, მე გიმასწავლებელო, აი მართლა გავბროსდები რა. ხო თქვი რომ ყველაზე რთული სიტყვები მეთქე, ახლა მე გავიბუტები რა წესია. ეკო, იცოდე, ისევ გაგებუტები. ой, არა, გამახსენდა. მე გიმასწავლებელო, რა კარგი სიტყვები გახსენდა ბეგის. ია. რასაცილო ხარ ბეგო? კარგი, აბა, გისმენთ? აბა შენც გაიხსენე. ახლავე მეც გავიხსენებ ერთი წუთით, მე გავიმახსენდა შინაური ცხოველი თხა და გამახსენდა თოხი, აი რომ ესე რომ თოხნიან მიწას ვამუშავებენ, აი გამახსენდა. ძალიან კარგი. მე გამახსენდა საათი და სახე. შვენიერია. ძალიან კარგი. მე გამახსენდა თიხა, აი რომ ასტლილი ვიდრე შეგიძლია გამოძერწო ჭურჭელი და კიდე რაღაცები, აი ძალიან მაგარი რაღაცა. მე კიდევ გამახსენდა ესა სათითე. აი სათითე, რომელსაც კერვის დროს იყენებენ ხოლმე. და კიდევ თითი. ძალიან კარგი ბეგი, ყოჩახ. მე გიმასწავლებელო, იმედია ბეგი არ მიწყენს, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს რა. ბეგი, მოდი ეს სიტყვები გადაადგილე და უფრო სწორი იქნება ჯერ თქვა თითი და მე სათითე, რომელიც კეთდება თითზე. აი წარმოიდგინე ხა მე რო თქვა ჯერ ქუდი მერე თავი, ხომ არ იქნება სწორი ჯერ თავი მერე ქუდი. კარგი ბეგო, კარგი. შენი ხათრით ასე ვიტყვი. ჯერ თითი შემდეგ სათითე. ძალიან კარგი. ბეგო და ბეგი. ახლა მოდი ჩახედეთ პლანშეტებს და მე თქვენ გიჩვენებთ როგორ იწერება ასობგერა ე. ყურადღება. ხედოთ. აი ასე. მართლა ლამაზი ასობგერა. ძალიან ლამაზი ასობგერა. განსაკუთრებულად ლამაზია, იმიტომ რომ ხმოვანია. მოდი კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. სიამოვნებით მე გიმასწავლებელო. ყურადღება. აი ასე. ძალიან ლამაზია ეს ასობგერა. ბეგი, შემდეგ გადაცემაზე ეს ულამაზესი ასობგერა ჩვენს ამბანის მუზეუმს დაემატება ეკრანის გარდით რა. ლამაზი ასოებია. ძალიან. ახლა კი დრო მოვიდა ვნახოთ ანიმაცია ეზოზე. რა კარგია ანიმაცია. ბაჩო, ხედოთ. იქ ბავშვები თამაშობენ, იცინიან მღერიან, ჩამოდით და გავერთობით, ერთად მშვენიერია. ეს არის ეზო, ჩვენი ეზო, ჩვენი ეზო, ჩვენი ეზო, ჩვენი ეზო. მაგარი ანიმაცია იყო. ძალიან კარგი ანიმაცია იყო, აი ძალიან. ბეგი, შენ ხო ვიცი რომ მე უკეცად მღერი და მოდი ახლა ერთად ვიმღეროთ რა. ძალიან გთხოვა. დავიწყეთ. აბა გისმენთ? დავიწყეთ. იქ ბავშვები თამაშობენ, იცინიან მღერიან, ჩამოდით და გავერთობით, ერთად მშვენიერია. ეს არის ეზო.
ჩვენი ეზო ჩვენი ეზო ჩვენი ეზო ჩვენი ეზო აუ ძალიან კარგია ბეგო ოჩო ბეგო და ბეგი ძალიან სასიამოვნო იმღერებს ეზო გამაგარია რა აი, მე გასაუბრებ რაღაც მინდა თქვა რა. აბა გისმენ ბეგო. თელი გადაცემის განმავლობაში მე აი დავწმუნდი იმაში რომ ეზოში ბავშვებთან ერთად თამაშს ვერაფერი შეედრება რა კომპიუტერი, რა პლანშეტი, რა ტელეფონი ეზოში ბავშვებთან ერთად რეალური რომ არის, მხიარულება რო არის, აუ რა კარგია. აუ. იცით ახლა რა მოხდა? რა. მე გასაუბრებ რომ ვერ მოხდით. რა მოხდა? აუ მე მივხვდი. აბა გისმენ ბეგი. ლექსი დაწერე. მართალი. აუ გითხარი რა. ხავე რისთვის მინდა. ტელეფონი, კომპიუტერი, პლანშეტი. თუ ეზოში ვერ ვიხილე, მხიარული ბავშვები. რა კარგია ბეგო, აი ძალიან კარგი ლექსია. მართლა შესანიშნავი ლექსი გამოგივიდა ბეგო. აუ, ახლა თავში ერთი ძალიან მაგარი იდეა მომივიდა ბეგი. აბა რა. იცი რა ვქნათ? გადაცემა ცოტა ხანში ხო დამთავრდება. სახლში როცა მივალ ჩვენ ხო გვერდ სადარბაზოებში ცხოვრობთ და ჩავიდეთ ეზოში და ბევრი ვითამაშოთ აი გუშინდელი დღე უნდა ვინასხავრო რომ აღარ ვიყო ჩემთომზე გაფროცებული. კარგი ვითამაშოთ და ისა ბეგო გაკვეთილები ნასწავლი გააქვს. კარგი რა ბეგია ხო ბოლომდე არა. კარგი მაშინ მივალ ვიმეცადინებ და მე ჩავიდეთ ეზოში. აი, რა კარგია რა. აი ასეთი ბეგო მიყვარს მე გიმასწავლებელო. ძალიან მიხარია. როგორი ბეგო გიყვარს როგორი? აი ასეთი რომ ისწავლი და მე რომ ითამაშებ. მაშინ ახლა დრო მოვიდა თქვათ ჩვენი საყვარელი დევიზი. თქვათ აბა. მოდი. ბეგო, ბეგი, მეგობრები. აი ასე. ძალიან საყვარლები ხართ ბეგო და ბეგი. მაგრამ იცით, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. აი თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი, სადაც ირაკლის აწყობილი ახალი თამაშები გელოდებათ. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე ცოდნის ღიარულ სამყაროში. კარგად ვიყავით. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეგო და ბეგი წინ გველოდება გზა. მაგარია გზა გველოდება. როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე. სადეშვება? როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე. სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს? რატომ თოვს? ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს. ვაი რა მაღლა არის მართლა ეს ყრუბელი. კურდღელს აშინებს მგელი. ვაი. ზებრას ოლები აქვს. მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს. თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებით გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს
მოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარია ბეკო როგორ მიხარია